shall return. NASA-ს მიერ დიდი ხნის ნანატრი და დაგეგმილი მისია მთვარეზე, სავარაუდოდ მარტამდე გადაიდო, რადგან მისი ახალი გიგანტური რაკეტის SLS-ის საცდელი გაშვების რეპეტიციის დროს წყალბადის საწვავის გაჟონვა დაფიქსირდა. ეს პრობლემაა, რამაც 3 წლის წინათ შეაფერხა Space Launch System-ის რაკეტის დებიუტი. მაშინ პირველი საცდელი ფრენა თვეების განმავლობაში გადაიდო წყალბადის გაჟონვის გამო. საწვავის, რომელიც ძლიერ აალებადია და უკიდურესად საშიშია. NASA-ს ოფიციალურმა პირებმა სპეციალურ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ რაკეტის გაშვების დაახლოებით 1 თვიანი გადადება სააგენტოს გუნდს საშუალებას მისცემს კიდევ ერთი ტესტი ჩაატაროს. სანამ 4 ასტრონავტს, 3 ამერიკელს და 1 კანადელს მთვარის გარშემო შემოვლითი მისიისთვის გაუშვებენ. ჯერჯერობით უცნობია, როდის შეიძლება რეპეტიცია განმეორდეს. ამ ტესტმა საშუალება მოგცა სრულიად გამოგვეცადა ყველა საჭირო სისტემა. ფიქრობ, რეალურ დროში ნანახი საფუძველზე უკვე ნათელია, რომ არტემის 2-ის გაშვებას მარტამდე ვერ დავგეგმავთ. მისიის ასტრონავტები დღესდილით კარანტინიდან გათავისუფლდნენ. ისინი ჰიუსტონში რჩებიან. პირველ სრულმასშტაბიან ტესტსა და მეორე ასეთივე ტესტს შორის საკმაოდ დიდი დრო გავიდა. რა თქმა უნდა, ამ ხნის განმავლობაში ჩვენ სხვადასხვა კონფიგურაციაში ვატარებდით გამოცდებს. ეს აპარატი ყოველ შემთხვევაში ჩვენი სატესტო პროგრამის ფარგლებში სწორედ ასეთი სრულმასშტაბიანი ტესტებისთვის არის შექმნილი. თუმცა სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ეს მაინც ექსპერიმენტული პროცესია, რადგან მთვარეზე გაფრენა ამ კონფიგურაციით განსაკუთრებულია. ასეთი სისტემა უნიკალურია. ჩვენ ვცდილობთ ტესტირება მაქსიმალურად ჰგავდეს რეალურ ფრენას, თუმცა საწვავის ავზისა და ხომადის შეერთების ესკმაძი ძალიან რთულია, როცა საქმე წყალბადს ეხება. უნდა გვახსოვდეს, რომ ის ძალიან მცირე მოლეკულაა და მაღალენერგიულია. სწორედ ამიტომ მოგწონს ის და მაქსიმალურად ვცდილობთ ყველაფერი სწორად გავაკეთოთ. თუმცა გულწრფელად რომ ვთქვა, ამჯერად ეს ჩვენთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. თავდაპირველი შეფასებებისა და ტექნიკური გუნდის დასკვნის მიხედვით, გვეგონა რომ საქმე ასე რთულად ნამდვილად არ იქნებოდა, თუმცა ზოგჯერ ასეც ხდება. This is a live look. SLS-ის სიმაღლე 98 მეტრია, ხოლო მისი წონა საწვავით სრულად მომარაგებისას დაახლოებით 2870 ტონას შეადგენს. რაკეტა შატლის პერიოდის 2 ამაჩქარებლითაა აღჭურვილი, რომლებიც RS 25 ტიპის 4 ძრავის ზემოთაა განლაგებული. საერთო ჯამში ისინი 39 მილიონი ნიუტონის ძალის ბიზგს წარმოქმნის, რომლის მეშვეობითაც აპარატი ჰაერში აიჭრება და დედამიწის ორბიტამდე მიაღწევს. იმის გამო, რომ ხომადის გაშვება სულ მცირე 6 მარტამდე გადაიდო, მისიის მეთაურს რეიდ ვაისმანს და მის ეკიპაჟს ჰიუსტონში კარანტინიდან გამოსვლის ნებართვა მიეცათ. ისინი ხელახლა შევლენ კარანტინში მომდენო გაშვების მცდელობამდე 2 კვირით ადრე. ოფიციალური პირების თქმით, გამშვებ მოედანზე არსებული უკიდურესი სიცივე არ იყო საწვავის გაჟონვის მიზეზი. ტექნიკოსები ახლა ადგენენ ამის მიზეზებს. არტემის 2 10 დღიანი მისიაა და 4 ასტრონავტის მთვარის გარშემო შემოვლას ითვალისწინებს. I'm Christina Cook. I'm a mission specialist. I'm Jeremy Hansen. I'm a mission specialist. I'm Victor Glover. I'm the pilot. I'm Reed Wiseman. I'm the commander for the Artemis 2 mission to the moon. To the moon. To the moon. To the moon. ეს ისტორიული მომენტია, რადგან აპოლოდან არტემისამდე რამდენიმე 10 წლეული ისე გავიდა, რომ მთვარეზე მხოლოდ ზონდებს გგზავნიდით. სამაგიეროდ კოსმოსური სააგენტოები ამ ციური სხეულის ათვისების გეგმებს უკვე აქტიურად აწყობს და იქ ბაზების მოწყობაც სურთ. არტემის 2 ასეთი მომავლისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება. პროგრამა არტემისის მიზანი მთვარეზე კაცობრიობის დაბრუნება და იქ ბაზის შექმნაა, რათა მომავალი ეტაპისთვის მოვემზადოთ მარსზე წასასვლელად. პირველი მისია არტემის 1 იყო, რომელიც 2022 წელს წარმატებით განხორციელდა, თუმცა უეკიპაჟოდ. მეორე ფრენაში მონაწილე ასტრონავტები გზას გაუკვალავენ პროგრამის მომდევნო მისიას,
რომელსაც არტემის 3 ეწოდება. სწორედ მის ფარგლებში პირველად ამდენი წლის განმავლობაში ადამიანები მთვარის ზედაპირზე დაეშვებიან. ეს მისია 2027 წლისთვისაა ჩანიშნული, თუმცა დიდი ალბათობით 2028 წელზე ადრე ვერ განხორციელდება. არტემის 3-ის ეკიპაჟი მთვარის სამხრეთ პოლარულ რეგიონში დაეშვება. არტემის 4-ისა და არტემის 5-ის ფარგლებში მთვარის ორბიტაზე უკვე კოსმოსური სადგური, სახელად Lunar Gateway გაეშვება. ასე დაიწყება სრულიად ახალი მთვარის ათვისების ეპოქა. მაგრამ კაცობრიობა აქ არ გაჩერდება. შემდეგი დანიშნულების წერტილი მარსია.